მოგესალმებით მეგობრებო და დღეს ლევამოსილ მეგრულ საზღვაო ფლოტზე უნდა ვისაუბროთ. არსებობდა თუ არა მეგრელების სამხედრო სიძლიერის შთამბეჭდავი დასტური. თურქულ არმადასთან მებრძოლი ოდიშური ფლოტილია. ამ თემის განსახილველად ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება თანამედროვე ქართველი ისტორიკოსის ბექა ჭიჭინაძის ნაშრომების გადაკითხვა, რადგან სწორედ მან ჩაატარა ძალიან მდიდარი ლიტერატურის ანალიზი და შეაგროვა მასალები მეგრული ფლოტის შესახებ. შესაბამისად, ამ ვიდეოში გამოყენებული იქნება ბექა ჭიჭინაძის მიერ მოძიებული მასალები. დავიწყოთ ძალიან საინტერესო ამბით. ჭიჭინაძე წერს, რომ ვენეციური წყაროების მიხედვით კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ მეჰმედ მეორის ფლოტი სამეგრელოს დედაქალაქს სოხუმს დაესხა თავს და ქალაქი გაანადგურა. მიუხედავად იმისა, რომ დადიანი აკონტროლებდა მთელ ქართულ შავიზღვისპირეთს აჭარიდან აფხაზეთამდე, ფლობდა საზღვაო ქალაქებს, ასევე მრავალ პორტსა და სანაოსნო მდინარეებს, მეჰმედს ძალიან ძლიერი ოსმალური ფლოტი ყავდა და მასთან შერკინება ვენეციურ ფლოტსაც გაუჭირდებოდა. რა თქმა უნდა, სამეგრელოს ფლოტს მასთან სტანდარტული ბრძოლისას შანსი არ ჰქონდა. თუმცა მოხერხებულმა და ნიჭიერმა მეგრელებმა ხრიკი გამოიყენეს და ოსმალურ არმადას საშუალება მიცეს მეგრელი ტყვეები აიყვანათ. რამდენიმე ათასი მეგრელი განზრახ ჩაბარდა თურქებს, რის შემდეგაც საზღვაო ძალებმა თურქებს შეუტიეს. ამ დროს ოსმალთა ხომალდებზე დატყვევებული მეგრელები გააქტიურდნენ. თურქები ორი მხრიდან დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ. ვენეციელი ავტორის ცნობით, მეგრელებმა მეჰმედის არმადა მთლიანად გაანადგურეს და ჩაძირეს. ამგვარად სამეგრელოს ლევამოსილმა მთავარმა მნიშვნელოვანი საზღვაო გამარჯვება მოიპოვა ძლიერების პიკში მყოფ თურქულ საზღვაო ფლოტზე. ახლა მივყვეთ სხვა ცნობებს. კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ 1554 წელს მესხთა წინააღმდეგ სულთანმა სულეიმანმა ფლოტით ყირიმიდან თათრები გაგზავნა, რომლებსაც თავს მეგრელები დაესხნენ და სულთნის ფლოტს მძიმე დანაკარგები მიაყენეს. ჭიჭინაძეს უჭირს თქვას, რა მოსაზრებით იყვნენ იმ დროს მოტივირებული მეგრელები. ერთიანი საქართველო უკვე დაშლილი იყო, მაგრამ ლევან პირველი დადიანი თავისი საზღვაო ძალებით ძლიერ მხარდაჭერას უცხადებდა მეორე ქართველურ ტომს, მესხებს. ალბათ სწორედ ამ სიკეთის გამო დაეხმარა შემდგომში ათაბაგი ბაგრატის მიერ გელათის სამრეკლოში დამწყვდეულ დადიანს გაქცევაში. შთამბეჭდავია, რომ მეგრელები ოსმალურ ფლოტს მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებდნენ მათი ძლიერების პიკში, დიდი სულთნების მეჰმედ დამპყრობლის და სულეიმან დიდებულის ზეობისას. იმ დროს ევროპულ წყაროებში სამეგრელოს ეს საზღვაო ძლიერება კიდევ უფრო დიდებულად ეჩვენებოდათ. უნგრელები აღმოსავლეთ ევროპის თურქთაგან გათავისუფლებას სწორედ მეგრელი და კაზაკი მეზღვაურებისაგან მოელოდნენ. იყო თურქეთთან ალიანსში შესვლის ფაქტებიც. 1557 წელს ლევან პირველმა დადიანმა სულთან სულეიმან დიდებულს საბრძოლო ხომალდები მისი მეზობლების იმერლების წინააღმდეგ სთხოვა. ამ ყველაფერს შოსლინ ფლანდრიელი წერს. დადიანს ადრეც ყავდა ხომალდები, თუმცა მას ფლოტის გაძლიერება იმერეთის მეფის წინააღმდეგ სურდა, რომელიც მის მოკვლას და ოდიშის კურიელთან ერთად გაყოფას აპირებდა. როგორც ჩანს, ლევან პირველმა სამხედრო ხომალდები მიიღო, რადგან ლევან მეორე რატიათა გუჯარში წერს. პაპა ჩვენი ლიონ დადიანი სტამბოლს წასულა. ქრისტე კოჩი სტამბოლს წაუტანია და იქ პაპა ჩემს გაუმარჯვებია და იმათი ძალით გამარჯვებული მოსულა. და 9 ხომალდი ბედნიერს ხვანთქარს წყალობად მოუწია. ქრისტე კოჩისთვის უბოძებია უფროსობაი ხომალდისა. 1727 წლის იმერეთის რუკაზე მდინარე რიონთან ხვდება ასეთი წარწერა. ამ ციხის ზევით ხომალდი შემოვა, აქამდის ფოთიდან ზარბაზნიანი ნავი დიდი მოვა. რიონი ქუთაისი ფოთი ბათუმი ცხომის ამ დიდ სანაოსნო მაგისტრალზე მაქსიმე ქუთათელი წერს. ქუთაისის ქალაქიდან ვაჭრები დადიან ნავებით იმ სამ ციხეში, ბათუმს, ფოთს და სოხუმს. ამ მაგისტრალს იყენებდა გენუელთა კოლონია ანაკლია, საიდანაც გენუელები რიონით ქუთაისში ჩადიოდნენ სავაჭროდ. ეს დიდი საზღვაო სანაოსნო მაგისტრალი ქართულთა და ევროპელთა შეხვედრის ადგილი იყო. აქვე იქმნებოდა შერეული მეგრულ ევროპული ოჯახები. იტალიელი ვაჭარი მიქელე მემბრე, რომელმაც 1542 წლებში აქ ხომალდით გაიარა წერს. ამ ადგილას ვიპოვე კაცის ციოდან სახელად ზეინი, რომელიც დაქორწინებული იყო მეგრელ ქალბატონზე. მან თავის სახლში მიმიპატიჟა. ვიპოვე სხვაც, ვენეციელი, მეგრელთან დაქორწინებული.
მისი სახელი იყო ბერნარდო მოლინერი, 45 წლისა, რომელმაც მითხრა, რომ ვენეციაში მეწისქვილე იყო და მეგრელიაში ყავდა 3 შვილი, 2 ვაჟი და 1 ქალი, დაქორწინებული ერთ მეგრელზე. ფლოტის ადმირალი ქრისტე კოჩირატია სიმბოლურად განასახიერებდა სამთავროს ამ დიდ მიღწევას. თავად ქრისტე კოჩი წაჩხურელი აზნაური იყო. სამეგრელოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სალოცავის წაჩხუროს მთავარანგელოზის ყმა. მისი საგვარეულოს წევრები შემდგომშიც სანაოსნო საქმით იყვნენ დაკავებული. ანუ ეს დიდებული ადმირალი მარტვილელი იყო. რატიევის გვარს კი დადიანთაგან მინდობილი ჰქონდა არამხოლოდ ზღვის პირას შეჩერებული ხომალდების ანაკლიაში გამბაჟება, არამედ სამდინარო ნავმისადგომებზეც. რამდენად დატვირთული იყო ეს ნავსადგურები, კარგად ჩანს ევლია ჩელების ცნობიდან, რომ მხოლოდ ტრაპიზონის რეგიონიდან სამეგრელოსკენ რამდენიმე 1000 სავაჭრო ხომალდი მიეშურებოდა. ყველაფერი ეს ამართლებს დადიანის ზღვათა ხელმწიფედ მოხსენიებას იმ ეპოქის წყაროებში. მეგრელთა ფლოტზე ჟან შარდენიც წერდა: ქართლის ცხოვრებაში ხომალდებზე არაფერია ნათქვამი. ლევან მეორე დადიანის მმართველობისას სამეგრელოს ფლოტი წინანდელზე რამდენჯერმე უფრო მეტად გაიზარდა. ჩანს ლევანი ხომალდმშენებლობას ისე მასიურად ახორციელებდა, როგორც იარაღის წარმოებას. 1647 წელს ევლია ჩელები აღწერს კაზაკთა მოკავშირე გონიოსკენ დაძრულ 50-მდე მეგრულ ხომალდს. სამეგრელოს ფლოტი იმ დროს რამდენიმე 100 ხომალდს მოიცავდა. თითოეულ ხომალდზე 100-მდე კაცი თავსდებოდა. ჭიჭინაძის აზრით, თავისი ხომალდების ზარბაზნებით აღჭურვის მიზნით ძლევამოსილმა ლევან დადიანმა ფრანგი ოსტატები დაიქირავა და ზარბაზნების ჩამოსხმაც დაიწყო. ამის შემდეგ ძალიან ლოგიკურია ვახუშტის ცნობა ლევან დადიანის შესახებ. განდირდა ფრიად, რამე თუ შემოსწრნა ნავნი ზღვისანი. ლევანის შემდეგ აფხაზთა საზღვაო თავდასხმებისას სამეგრელომ თავისი საზღვაო ძალები დაკარგა, ისე რომ ზოგიერთი წყარო დაცვინვით წერს. დადიანი ზღვათა ხელმწიფედ იწოდებოდა და ერთი დანჯღრეული სათევზაო ნავის მეტი არაფერი აბადიაო. ასე დასრულდა მეგრული ფლოტის ისტორია. ვიდეოს ბოლოს კი დავსვათ ლოგიკური კითხვა. რატომ ისწავლება სკოლებში მხოლოდ ქართლ-კახეთის ისტორია და რატომ არ იცის ქართველმა ხალხმა სხვა კუთხეების საბრძოლო წარსული? ამ თემაზე მსჯელობა კომენტარებში გავაგზავნოთ. მანამდე კი გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო. ახალი წანას მოგახვამან ენაჯვეში სხვა ახალი ჭირობუა თუ გეხარი ოხო იკირიალესა ოხო იდო კირიალესა ოხო იკირიალესა ოხო იდო კირიალესა